საღამომშვიდობის მეგობრებო, ბოდიშით ახლა უცებ მოულოდნელად გადავწყვიტე ეს ვიდეო ლაივი ჩამეწერა, დიდი ხნით არ მოგაწყენთ თავს, იმიტომ რომ მე თვითონაც გადარბენაზე ვარ, გზაზე ვარ, ქუჩაში ვარ, ტრადიციულად ზოგს ტყეში არ მოწონს ჩემი ყოფნა, ზოგს საში ყოფნა არ მოწონს, ზოგს ქუჩაში და ბოდიში თქვენთან, მაგრამ ასე ვარ, გადარბენაზე ვარ და უბრალოდ მთელი დღე არის, მინდოდა გამოვხმაურებოდი, მაგრამ ეხლა მომეცა საშუალება რომ გამოვეხმაურო. თურმე ივანიშვილი დაუსანქცირებია, თქო კაცო, გუშინს მერე მოწმენდილ ცაზე გავარდნილა მეხი. და მოკლედ ატეხილია ერთი ამბავი, რომ ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, ღმერთია მის გვერდით, ქართველი ერია მის გვერდით. ესე იგი ლამისაა ხალხო და ესე იგი, რა ვიცი, ბიძინას დასაცავად ჯარში ჩაეწეროს ხალხი. და რა ვიცი, როგორ დაგვიჩაგრეს სამშობლოს სიყვარულისთვის, როგორი დაჩაგრული გყავს ბატონი ბიძგვინა. რაფერ შეიძლება ბიჭო ადამიანი, რომნაირი ამდენი ამხელა სიყვარული გქონდეს ერის მიმართ და ასე უცებ დაგჩაგრონ და ჩვენ ბიჭო ქართველებმა ვის უნდა ვავატიოთ ჩვენი ბიძგვინას დაჩაგვრა. რა ვქნათ ახლა? ეხლა ცოტა ისეთი პრადვინუტი ქოცები რო არიან, რომლებსაც ვეუბნებოდი თავის დროზე. დედა მოგეტყნებათ თქვა. გახსოვთ? გახსოვთ? ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ადამიანებს დედა მოგეტყნებათ სულ ყველას თქვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, გახსოვთ? არ გახსოვთ. შეიძლება გაიარა კაცო, ვიღაცამ თქვა რაღაც. დაგიდგათ ეს დრო? დაგიდგათ? ბიძინა ივანიშვილი არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ფულებს კარგავს და ერი, რომელიც 12 წელიწადია რა უსამართლობაში ცხოვრობდა, იმაზე უარეს უსამართლობაში რო ცხოვრობს, იმიტომ რომ ყველა მოძალადე, ყველა მკვლელი, ყველა უსინდისო მოსამართლე დაწინაურებული რო გახადა რუსიძის თამადობით და კოჰაბიტაცია გამოაცხადა, იმიტომ რომ ბიძინას საკუთარი ფულები ჰქონდა სადღაც შიგ უკნიდან ევროპაში თუ ამერიკაში შენახული და ეგ პრობლემას წარმოადგენდა და გასაკეთებელი ვერ გააკეთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარაფერს ვლაპარაკობ, ხო? თვითონ სააკაშვილიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოსული და მართული ძალა იყო, ახლა ეს დებილებმა შეიძლება მარტო იმას და საქართველოში უყვართ ასე. ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა, რამდენი სიკეთე და კარგი გააკეთა. რამდენი გააფუჭა რო არ ახსოვთ დედა მოთხმულებს. იმიტომ რომ უნდათ ასე, რომ მათი ბელადი იყოს ესეთი წინ წასულ. დაგასაგზირეთ? ფულებისაც დაგახევე, უარესაც გიზამე და რა ბედი შეიძლება გელოდებოდეს, ისი ბიძგვინი. მომისმენი ახლა კარგად ჩვენი მათხოვრები აქ ბევრი ისმის. და ისმის რა. მომისმინეთ აგერ და გადაეცით იმას. თქვენ არ ვიცი, შახია, ფაშაა, მეფეა, დიქტატორია თუ ვინა. ბიძგვინა, შეყვერო, როგორ გამოდის ახლა? კაცს, რომელსაც გააჩნია საფრანგეთის ლეგიონის წოდება, დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ბიჭო, ეს როგორ მოხდა? ეს რამხელა, კაროჩე, კასიაკია რა, ასე რომ ვთქვა. დაგასანქცირე? დაგასანქცირენ კი არა, ბიჭო. დედას მოგიტყნა. დადგება დრო. როგორც კი მოეცემათ საშუალება. შენ ვინ ჩემი სირი ხარ, ბიჭო, რო კოჭი უგორო ამათ. კოჭი, რო უგორო ამათ. ვის რაში კიდია შენი შვილი და 8 მილიარდი 400 მილიარდი ქონდა, კადავს 400 მილიარდი ქონდა, ეს ოფიციალური და ოფიციალურს გარეთ ცალკეა და კადაფი საფრანგეთში ცვლიდა სიტუაციას, ვის აფინანსებდა ის პრეზიდენტ სარკოზის პირდაპირ დამფინანსებელი იყო და მერე სარკოზი აღმოჩნდა მისი პირდაპირ მკვლელი. ახასიათებს ამნაირი შიგ ევროპულ დემოკრატიას.
შიგ პოლიტიკას ვინ ჩემი სირი ხარ და იხმარეს კადაფი და ქუჩაში დააგდეს რომელიც შენგან განსხვავებით შენგან შეყვერო შენგან განსხვავებით მართლა პატრიოტი იყო მართლა უყვარდა საკუთარი ხალხი და ნამდვილად მუამარ კადაფისნაირი ქართული ანალოგია მოხდებოდეს ნეტა საქართველოში და უკეთეს ვერ ინატრებდა ადამიანი და ვინ გაუკეთა ყველაფერი შიგ საფრანგეთმა გაუკეთა შიგ ევროპამ გაუკეთა შიგ ამერიკამ გაუკეთა და ბიჭო ისე შეურაცხყოფილად მოკლეს კაცი მოკლეს საკუთარ მშობლიურ ქალაქში მოკლეს და გაუპატიურეს მიცვალებული და ასე წიხლები ურტყეს და შიგ ამერიკის ძალიან დიდი გოს დეიპი რო იყო იმან ჰილარი დიდმა დემოკრატმა რა თქმა უნდა ვაუ ასე დაიწყო აი ესე გიხმარენ და დაგაგდებენ და მოგიტყნავენ პატრონს რატო იცი და წინააღმდეგი არა ვარ რო ეგრე გიქნა იმიტომ რომ ნაბოზარი და არც ერთი კოცი არ მეწოდება ყველაფრისთვის თქვენ ყველა კოცს დედა უნდა მოგეტყნათ აი ხალხი ერსო როგორ მოხდა რანაირად მოხდა ჟვანიას ძმა გამოვიდა ჟვანიას ძმამ გამოაცხადა პროტესტი ჯერ ჟვანიას დედა შევეცი მისი პოლიტიკური არსებობის დედა მოუწყან და აი მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელიო იქედან მოუწყან გამომწოლავი დედის კუბო ხო ისე რო იცოდეთ რა და მაგის დედა შევეცი და მაგაზე მომტირალის დედა შევეცი რატო იცით იმიტომ რომ ჟვანია იყო პირველი დაუძინებელი მტერი ზვიად გამსახურდიასი და ეროვნული მოძრაობის და მერაბ კოსტავას წვანეთა პარტიიდან შიგ ევროპულად აწვევა საბაჩაია სმერწო რო იტყვიან ისე დაემატა ესე აუქრა ხო იყავი ქართველი და ხო იყავი ევროპელი ბატონო ჟვანია ზურიკო ევროპული საფლავი მიიღე ვერ გათვალე ამ ჩემ ფეხებს შენი დამსახურებული იყო შენი მკვლელების მოყვანა და შევარდნაძის ტრაქში შეზრომა და ქართველი ერის გადაგვარება შენ დედა შევეცი და შენ მოგიტყავ კარდა ცოცხალი და ვინც იმას შენ დაღუპე საქართველო მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელიო რო იძახოთ და ზოგჯერ რომ მორალზე ლაპარაკობთ აქ ესე მორალური რომ ჟვანიას ძმაო ჯერ ჟვანიას ძმას რა უნდა მოთხოვო ჟვანიას ძმას რა უნდა ელაპარაკო ადამიანი რა უნდა ელაპარაკო ჟვანიას ძმას მაგას რომ თავმოყარეობა ქონოდა 2012 წელს იმისთვის რომ შეათრიეს პარლამენტში რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გამოეძიებია თურმე ქოცობას 12 წელიწადია რო არ გამოიძია და აქამდე ჩუმად იყო და ტრაქში იყო შემთხვევით სადი შენი საკუთარი ყველაფერი ბიჭო პოლიტიკაში ყველაფერი როგორ იყიდა ადრონახე და აკეთებ არა ივანიშვილი მეტის ღირსია დედა რომ მოუთხნა იმის ღირსია პოლიტიკას მოუთხან დედის ტრაკი მაგრამ შენ ბიჭო დედმამიშვილიც არ გახსოვდა შენი ნაბოზარი დედა შევეცი მე საკუთარი ყველაფერს თავიდან ღვიძლი ძმის ყლელების გვერდით იჯექი სვამდი ჭამდი და აგზელებს სვას და ჭამას შენ ხო კაცი არა ხარ მაგრამ სახელმწიფო ხო არა საერთოდ არაფერს ხო არ წარმოადგენს ყველაფერი ო ასია ეს სიმართლე მწარია წარია კი არა ჯერ ჟვანიას მიაჯვა ძაღლმა მაგრამ სახელმწიფოებრივად ვამო პრემიერ-მინისტრი მოკლეს და 12 წელიწადია ივანიშვილმა ვერ გამოიძია თურმე ეს ყველაფერი შენ დედა შევეცი ივანიშვილო შენ მოგითხა გამოწოლავი დედის პროჭი ყველა მიცის აი ეს 60 ხუბანში თბილისში რო გაიარო ვინ მოკლა ჟვანია და რატო მოკლა და რისთვის და რანაირად თქვენი ქოცების დედა მოვთყამ ბიჭო ყოველთვის რო გინდათ რომ ერი დააყენოთ ერი რო გინდათ დააყენოთ ყოველთვის იცი ქოცებს აქვს ძალიან ესეთი ჩვევა რომ დააყენონ არჩევანის წინაშე რომ აი ჩვენ რაც არ უნდა ცუდი გავაკეთოთ ეგენი ნაცების გვერდში არ დადგებიან და თუ ნაცების გვერდში დადგებიან ნაცები ყოფილან თურმე
თქვენ დედის რძე მოვთყან ბიჭო თქვენზე მეტი ნაბოზარი ვინაა ქოცებზე მეტი ნაბოზარი ვინაა ბიჭო ფარველი იყო ივანიშვილი შემბარებელი კოჰაბიტატორი იყო თქვენ ივანიშვილზე დიდი ნაცი გინახიათ ვინმე გინახიათ ვინმე და მე გამოვიდა მორალზე დამიწყებთ თქვენი მორალი მოვთყან თქვენი დედა მოვთყან ვიგიან პატარიანა ბიჭო თქვენ ხო საქართველო არ გიყო თქვენ ხო საქართველოში მოვლენილი ამორალური ადამიანები მე ზვიადის ხსოვნას შეეხებით მერაბის ხსოვნას შეეხებით ვიღაც ამანეგი თქვა იმა თქვენი დედა შევეც აქ გამოხდა ერთი ბოდიში და სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ყლე გინდა ასე თქვი გინდა ისე ბუნდომძინარაშვილი ღმერთმა დაალოცოს ბატონ შეყლეო შენ გეუნები შენ ყლეო შენ ყველა რაზვადნოი კლუჩი გაქვს ტრაკი თუ რა ყველას როგორ მოერგე ერთი სააკაშვილმა ვერ მოგირგო თუ არა ყველა მოგირგო რო კითხოს ეროვნული მოძრაობის წევრი იყავი მე შევარდნაძის ტრაქში იყავი შემძრალი ახლა ივანიშვილის ტრაქში ხარ შემძრალი შენი დედა შევეცი შეყლეო ეს როგორ შენი თარხანა რო ოპოზიციაში გიდგას ამას როგორ იტყვი ობიექტივზე რო იჯექ ე პროჭო შენ ნაბოზა შენ ღორის ტესლო ბიჭო თქვენ კი ყვართ საქართველოს თქვენთვის საერთოდ სამშობლოს რამ ფასი აქვს თუ ვისი მედათა აბიძინა ივანიშვილი ისე ძალიან მაინტერესებს ამის იმედად ხო არა ბატონო ბიძინა ღმერთმა დააგლოცოს ნინო ჯღარკავას იმედზე ხო არა ხარ შენი დედა შევეცე შეყლეო შენ რო დამდგარიყავი ქართველი ერის გვერდით შენ რო დამდგარიყავი სამშობლოს გვერდით შენ რო სამშობლო ყვარებოდა შენ რო სამშობლოს ბატებს წემსავდიო რა იქედან შენ რო შენი სოფელი ყვარებოდა ბიჭო და შენი სოფლის ირგვლივ ყველაფერი ყვარებოდა ამ დღეს კი არ ჩავარდებოდი უკაცრავად მომაცილო ერთი ესა ამ დღეს კი არ ჩავარდებოდი იმ დღეში ხარ ამ დღეში ყოფნასაც იმსახურებ რა ხო იმსახურე და რას იმსახურებ იცი კადაფის ღირსებამდე არ ახარ მისასვლელი უნდა გიხმარ უნდა ქუჩაში უნდა დაგაგდო შეყლეო შენზე ბიჭო ვინ უნდა თქვას კარგი ვინ უნდა გამოვიდეს და პატრიოტული ქართული ვინ უნდა თქვას რომ აი ბიძინა და ესე ერთადერთი პრაგმატული აზრია ხო თუ შეგინარჩუნებენ ომი არ იქნება ამას თუ შეინარჩუნებენ ხო აი ჩორცნი ერთი ომის ვისაც ეშინია იმ კაცის დედა შევეცი კაცი უნდა იყო რომელიც გზად უნდა იყო ოჯახის და სამშობლოს დაცვისთვის მაგრამ ასე დააჩმორეთ და დააყლევეთ ყველაფერი მაგრამ გამინდა იცი კითხვა იყო დრო საქართველოში ეს ამბები მოხდა და იმას რა ქვია ასლან აბაშიძეს რომელმაც ძალიან ბევრი შეიფარა ბასმა ჩამდა სიმბა მოერთგულა ძაღლები შენ შეყლეო ბიძინა ივანიშვილი შენი პინგვინი და ზებრას არც გიერთგულებს რატო იცი იმიტომ იმ მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ რაც საქართველოში ხდებოდა მინიმუმ 2003 წლიდან დღევანდელ დღემდე ყველაფერი შენგესაზია და ყველა ბუზის და დედა მოწყმის ფარეზე იყავი და ახლა მოგინდა ეროვნულობა და ეხლა მოგინდა ქართველი ერის გვერდში დგომა შენი დედა შევეცი და იმ ქართველის დედა შევეცი რომელიც შენ გვერდში დგას რა აი გიცოდე რა ნაბოზარი ხარ შენაირები კი არა თემურლენგი მოუნელებია საქართველოს მურმანყრო მოუნელებია საქართველოს სააკაშვილი კარგად მიაფარე სააკაშვილი შენ დედა შევეცი ხელი კარგად მიაფარე კარგად ვივამეთში რამე არ მოუვიდეს კარგად დააფარე ბოკერიას თავი კარგად მიხედე მურუსიძეს ყველას მიხედე შედედა მოტყნულო მაგისთვის ახარ მაგ და საწყალი მიზინა როგორ დაჩაგრეს და ამდენი ღორიშვილები და ღორის თესლები რამდენზე უნდა გელაპარაკო დედა გეტყნება დედა მოგტყნოდეს ბოლომდე შემწოდებელის დედა შევეცი კიდე ზევით შენ ახარ შედედა მოტყნულო შესაძლებელი
თუ ვინმე ქართველი იყო, თუ ვინმე თავისუფლად აზროვნებდა, თუ ვინმე არ გეთანხმებოდა, ყველა შეჭამეთ. ყველა შეჭამეთ. ყველა. აი, ჩემის თამადობა. და მე გინდათ, რომ ზოგიერთი მწერს, რომ აი ქოცებსო, ასეო, ნუ ამბობ. რა გაპატიო, თქვენი დედა შევხარ. 3 წელიწადია, დედას ვერ ჩავხუტები ვარ, მამის საფლავი ვერ მინახია და განა მეშინია. არა, დედა უნდა მოგიტყნათ. დედა უნდა მოგიტყნათ ბოლომდე. მაგრამ ხომ ენატრება, დედაც მენატრება, მამის საფლავიც მენატრება, მეგობრების მენატრება, ყველა მენატრება ირგვლივ. იმიტომ რომ შენ რო ესეთი ბოზიშვილური სისტემა შექმენი, ამიტომ მე თავზე ხელი უნდა გაში, შენ დედა შევეცი, მე შეყლეო შენ მოგიტყან გამომწოლავი დედა. შენ გაჩენას ძაღლი გაჩენილი. დაიყეთებდა მაინც. მიწევია მისი დანატოვა. ხო. მეც მამა მყავს გარდაცვლილი, რომლის საფლავზეც მისვლის უფლებას არ მაძლევი. გარდაცვლილი და ისა უკაცრავად, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა თქვა, აქ მორალზე წავიდა ლაპარაკი, ხო, აი, ეს მორალური ხალხია და ხო, აი, ის გარდაცვლილი ყავს ეს ასე. ეს რა ხდება თბილისში? რა ხდება თბილისში? ვახტანგ გორგასლის ძეგლთან ჩამოკიდებული ხო არა დედის პროჭის დინება და ეკლესია ხო არა ზემოდან მითითებული ასე და ის მერე რა გითხრა მადლობა ბატონო ბიძინა ღმერთმა დაგოლოცოს იბერიის გაბრწყინებისთვის და წმინდა სინოდო შენ გაგიმარჯოს ღმერთმა რო ასეთი ზნეობრივი განათლებული საქართველო მიეცი ქვეყანას რომ აი ეს ხდება თბილისში ხოცების დიდი წმინდანის რომელმაც სამება აგვიშენა 12 წლის მმართველობის თავზე. თქვენ თავში ყლე ხوار გიდევთ მართლა რა. გამომიხვალთ აქ და დამიწყეთ პასრები ესე ნახულია. ეს ყავს გარდაცვლილი, ის ყავს გარდაცვლილი. რამდენი ვინმე ყავს გარდაცვლილი და რამდენი საფლავზე ვერ ავდივარ ინვეს გახსოვთ? ჩემგან ითხოვთ ზნეობას და მორალს. მოდი იდი ნახვით რა დიდი ამ პატარია რა. დედა მოგტყნია ბიძინა ივანიშვილი. ხო. და ყველა მისო მფარველო. და როგორც ნაც და როგორც ქოც უყვარს საქართველო, ისე გაგიმარჯოთ მისო მხარდამჭერებო და რა შემეხება მე მადლობა ღმერთს რომ მომცა იმის ჭკუა, მომცა იმის გამოცდილება და ყველაფერი რომ არც მე და არც ჩემ თანამებრძოლებს თავი არ შეგვეწირა იმისთვის რაც ხდება საქართველოში. განსაკუთრებით მოკითხვა გადაეცი ლილუაშვილს. ლილუაშვილს უშიშროების მინის მაგის დედა შევთხარე წაღმაუყურნა. და გომელაურს ოქროს ბრიკი ჩამოკიდე, შედედა მოტყნოლო. დედა მოგეტყნება და ბოლოს ხამურასავით აგემარ, ბოლოს მოგინდებათ ქართველობა? ივანიშვილი ესნაირი ქართველის დედა შევეცი. მისი ფანების დედა შევეცი. გომელაურისნაირი ქართველების დედა მოვთხარ. ლილუაშვილების და ყველა მათი ფანი, ყველა ქოცის და ყველა ნაცის დედა შევეცი. აბა დროებით, ქუჩაში ვიყავი გადარბენას დაგწერეთ. თქვენ მასა ამ ყველაფერს იმსახურებთ. იმიტომ რომ როგორაა საქმე? 1,200,000 ქოცი გახდა, 700,000 ნაცი გახდა. აი 1,200,000 ქოცი, 700. თუ ხართ ქოცი და ნაცი, დაჯექით დედა უტყანით. ერთმანეთს მე დავჯდები და გიყურებ აქეთ. დედა რომ მოგეტყნებათ, მე მივხედავ საქართველოს. დავხსნათ, მაგრამ ძალა არა გვაქვს ახლა რომ მიშა დაბიძინას ერთად დედა მოუტყნათ და ასე ყანდურები მივაყოლოთ. ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა. ღმერთი იყო შენი დედა შევეცი და შენზე მლოცველის დედა შევეცი კიდე. აბა